ოპა, აუ, გაი. ოპა, აი, ძლივს. სალამი ძმებო. დღეს ჩვენ გამოვედით საკალმახე ტბაზე. ვაპირებთ ვითევზაოთ კალმახზე სილიკონებით. მოკლედ ცოტა დამიგვიანდა ვიდეოს დადება, ვცდილობდი რომ ზღვაზე გადამეღო. არა ძალიან პასიური გახდა ზღვაზე თევზაობა. რეალურად აზრიც არ აქვს რომ გავიდეთ ზღვაზე სათევზაოდ. იქიდან გამომდინარე რომ სკუმბრის და პელამიდის სეზონი მორჩა. ნაპირიდან თევზაობას გულისხმობ. აღარც დრო მქონდა ტბაზე გამოსულიყავი დიდად. და ასე რომ გადავწყვიტე რომ გამთენია ამოსულიყავი ტბაზე. ასე რომ დასაწყისშივე დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი და დავიწყოთ თევზაობა. მოკლედ დავიწყებ მარმიშკით. ესეთი სილიკონი მაქვს წამოსმული, რაც აქ ძალიან აქტიურია. კიდევ მაქვს წინასწარ გამზადებული ესეთი ყანყალები არის. ყანყალები სილიკონები სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ფერის. მაგრამ ამ ეტაპზე მოვუცდი მწვანე ფერის ფოსფორისფორ სილიკონს. ბოლო თევზაობაზე ამ სილიკონმა მოკლედ გაპარსა აქ. მარმიშკა არის 0.6 გრამიანი. დავიწყოთ რა. ძალიან სუსხი არის. რადგან ტბის კალმახზე ვთევზაობთ, წინა გამოცდილებიდან დაუმუღამე რომ ელოდებოდნენ ჩასვლას სილიკონის და ძალიან პატარა წამორტყმებით, ნელი ტრიალით და პატარა წამორტყმებით უკეთებდნენ გატარებას. შეგვიძლია ძალიან ნელაც გავატაროთ შედარებით ზედაპირულზე, არ დავაცადოთ ჩაძირვა და ნელი წამორტყმებით გავუტაროთ. ხელთათმანები გავიკეთე, თორე ხელები ძალიან მომეყინა. -3 გრადუსივით იგრძნობა, წერან დავხედე. ესე თუ ეციებოდა ნამდვილად არ მეგონა. ოპა! დავსვით, აი. ოპა, აუ, გაიძრო, სულ გაიძრო. აუ, ცუდი გადაბმა მქონდა. ძალიან ცუდი გადაბმა მქონდა, ჩემი. აი, აღა უცებ ავაწყობ და დავუშვებ თავიდან. ხელები ისეთი გაყინული მქონდა, რომ ანუ ვერ გადავუჭირე კვანძს. ხო და მაგის გამო გაიშვა. ჩივო. გაიყინა ბიჭო, წვერი გამეყინა. ამას შეხედეთ. კიდე წვერი გაიყინა. კაი, ცოტა ხანი დავიცდი. ცოტა მზე ამოვიდეს, რომ ძალიან იყინება წვერი. ხო, ესე წუნსაც გავაფუჭებ. და პირველი კალმახი დავსვი, მეგობრებო. აბა, ესე ჩოგამბატი აგერ იყოს. პირველი ცისარტყელა კალმახი. ხრასი ბრძვის. ოპა. შვენიერი ზომა. ურა, კაია, ბიჭო. მოდი. მოდი და გაგიშვებ.
შვენიერი. თხილად. Portrait like that for YouTube. 2 pictures just. Look at that. შვენიერი. Lamazi. A little fast we must realize this fish. ცოტა მალე ვიზავრო. გავუშვოთ. Great. I think no die. იმედი არ მოკვდება. Всё, წავიდა. All good. ეს მოდიხარ. ასკანირება. 100-იანი არის დაახლოებით 45 ლარამდე ალბათ. Yep. Facing. აი მოკლედ, ჩინეთის სეზონი დავასრულეთ დღევანდელი თევზაობით. დასაწყისში, როგორც თქვი, აქ მორჩა სეზონი და დღეს უბრალოდ გამოვედი გასართობად, მაგრამ გართობის მაგრად გავიყინე, სიმართლე გითხრათ. მთელი სეზონის განმავლობაში მაინც მივიღე ახალი გამოცდილებები. ვიჭირე უზარმაზარი ზომის თევზები აქ, კალმახიც საბოლოოდ დავიჭირე. მოკლედ რო ვთქვათ, ბოლო განვლილი 7 თვე იყო ძალიან კარგი. ხვალ უკვე საქართველოსკენ დავიძრები. მოკლედ 23 რიცხვი დამიქნები უკვე პლატფორმში და მალევე ვეცდები რომ დავიწყო ახალი ვიდეოების გადაღება. ვაპირებ რომ ანაკლიაში საქარიყლაპია ტბებზე წავიდე. უზარმაზარი ზომის ქარიყლაპიები იჭირება იქ როგორც ვიცი. ხო და მოუწდი ვეც. ასე რომ დალაიქე ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი და შევხვდებით უკვე საქართველოდან.